ლელა მშვიდობის დაიწყო ახალი სამუშაო კვირა და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. ეკონომიკის სამინისტროს შემდეგ კიდევ ერთი უწყება სუსმა კორუფცია, ამჯერად თავდაცვის სამინისტროში გამოავლინა. საქმე ეხება ჯუანშერ ბურჯულაძის მინისტრობის პერიოდს. რატომ გააქტიურა ქართულმა ოცნებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ახლა, როცა ამ პრობლემაზე წლებია ოპოზიცია თუ არასამთავრობო სექტორი საუბრობს. დღეს ამით დავიწყებთ. ჩვენი პირველი სტუმარი ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავაა და ის ზუსტად ერთ წუთში გვერდება. იქამდე კითხვალი გადავავლოთ ბოლო სიახლეებს. თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავეს. დაკავებულები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის, უკანონო რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე არიან დაკავებული. შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან მიხეილ სარჯულაძესთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დაბა ჩაქვში ჩატარებულ საავიაციო ძებნაშველის უწყებათა შორის მასშტაბურ სიმულაციურ სწავლებას დაესწრო. სწავლების მიმდინარეობისას ყველა იმ აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოხდა, რაც საავიაციო ძებნაშველის ოპერაციის დროს ხორციელდება. კიევზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის 8 მცხოვრები, მათ შორის 3 წლის ბავშვი დაშავდა. ინფორმაციას როიტერსი უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, შუაღამის შემდეგ მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულთაგან 4 ჰოსპიტალიზებულია, მათგან 1 მძიმე მდგომარეობაშია. ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ქართონ ლელა და მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელს და მშვიდობიან დღეს უსურვებ. ქართონ ლელა, ამ კვირაში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება იქნება შეფასების ერთ-ერთი მთავარი თემა, რის შესახებაც გუშინ გაიგო საზოგადოებამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, ამიტომ დავიწყოთ მოდით ამ თემით. დაკავებულია თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, უშუალოდ ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჯულაძის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ყოფილი მინისტრის ახლო ნათესავი, რომელიც როგორც ამბობენ არის ჯუანშერ ბურჯულაძის ცოლის ძმა. აქვე უთხრათ მაყურებლებს, რომ საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს. ანუ ეკონომიკის სამინისტროს შემდეგ სახელმწიფომ კორუფცია თავდაცვის სამინისტროშიც გამოავლინა. რას აჩვენებს ეს ამბავი და აქვე კითხვა, რომელიც არ კარგავს აქტუალურობას. რატომ იგებს სახელმწიფო რამდენიმე წლის წინ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ახლა? აბსოლუტურად მართალს ბრძანებ და ქართული ოცნების ხელისუფლების ტრაგიკომიკულობა სწორედ მაგაში მდგომარეობს, რომ ამდენი ხნის დაგვიანებით გადაწყვიტა კორუფციას გამოუცხადოს ბრძოლა, რასაკვირველია ბრძოლა ბჭყალებში. ეს არ არის არანაირი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ეს არის გარკვეული მაფიოზურ სინდიკატურ დაჯგუფებაში, რასაც ოცნების ხელისუფლება ქვია, ჯგუფებს შორის ძალაუფლების გადანაწილებისთვის და ფინანსური გავლენებისთვის ბრძოლა. და როგორც არ უნდა შეფუთოს ეს პრემიერ-მინისტრად წოდებულმა ირაკლი კობახიძემ, ამას ვერაფრით ვერ დაარქმევს კორუფციასთან ბრძოლას. თუნდაც იმ მიზეზით, რომ დიახ, როდესაც თქვენი კოლეგები, ჟურნალისტები, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები მათ თავის დროზე უსვამდნენ საკითხებს, თუნდაც თავდაცვის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში და ასე შემდეგ არსებულ კორუფციულ სქემებზე და ჩვენ არაერთი საჯარო სიუჟეტი, ჟურნალისტური გამოძიება გვინახავს ამასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძე ამას ყველაფერს ძალიან ურცხვად შემიძლია დავარქვა უარყოფდა და ამას ხატავდა როგორც მედიის ფანტაზია, როგორც აკვიატება, როგორც წინასწარ განზრახული და ყველა ვინც კი კორუფციაზე იწყებდა საუბარს ქართული ოცნების წიაღში, გამოცხადებული იყო ნაცმოძრაობად ან მის ანასხლეტად.
ჩვენ ხო გვახსოვს ეს ხო არ არის რაღაცა გამონაგონი, შეგიძლია დააბრუნოთ არქივი, ამოიღოთ სიუჟეტები და ნახოთ კობახიძის რეაქცია. ამიტომ ახლა ეს თავგამოდებული მებრძოლი რაინდის სახე, კორუფციასთან მებრძოლი რაინდის სახე, მას ძალიან დიდ ხანს ვერ შერჩებ. რაც შეეხება ხა ყველაფერი კარგად ვიცით, გადასარევად ხვდებით, რომ კულფი ვიწროვდება ნელ-ნელა და ეს უნდა მიადგეს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომელიც ორგზის იყო პრემიერ-მინისტრი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და თან პირველი პრემიერობის დროსაც მისი წასვლის მიზეზად დასახელდა სწორედ მისი გარკვეული მონაწილეობა კორუფციაში, მერე ეს მისი ცოლის ნათესავებს დაბრალდა, დიდხანს იყო ბიძხოთ შორის ბიძინა ივანიშვილის გარჩევის საკითხი, ცოლის ნათესავები არიან თუ არ არიან, მაგრამ კორუფცია და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება მოხელისა სახელმწიფო არასოდეს პრობლემური არ ყოფილა. ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრად მოიაზრებოდა. ამბობთ იმას, რომ ბურჭულაძის კადრების დაპატიმრება, მათ შორის დაპატიმრება მისი ახლო ნათესავის ცოლის ძმით უნდა შეფასდეს როგორც შეტევა ირაკლი ღარიბაშვილზე? წააგავს ყველა ნიშანი იმ ღონისძიებებისა, რომელსაც ატარებენ გვაჩვენებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო მიმდინარეობს ეხლა ძალიან სერიოზული მოძრაობები, იმიტომ რომ თავისუფლად მოხდეს უკვე არგუმენტირებულად, ასე ვთქვათ, მისი დადანაშაულება. მაშინ ქართული ოცნების დღევანდელი ლიდერშიპი დაწყებული ირაკლი კობახიძიდან ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. კორუფციასთან, კორუფციაში მონაწილეობას ეს-ერთი, მაგრამ მე საგანგებოდ მინდა მაყურებლის და მსმენელის ყურადღება მივაქცევ ერთ რამეს. ნახეთ, ირაკლი ღარიბაშვილი პირველ ჯერზე ხო კორუფციასთან აფილირების გამო გაუშვეს და ეს ყველას გვახსოვს. შემდეგი პრემიერი და ვიცე-პრემიერის შესახებ თვითონ ქართული ოცნებიდან წამოვიდა ბრალდება, რომ მათაც კორუფციასთან ჰქონდათ გარკვეული შეხება, ის მითიური 700 მილიონი, რომელიც კაცმა არ იცის, გაიფლანგა, არ გაიფლანგა, უბრალოდ ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი, რომლითაც არასასურველ ადამიანებს მერე გუნდიდან იშორებენ, ხო? შემდეგ იყო დავუშვათ ბახტაძის ხანმოკლე პერიოდს აღარ შევეხები, გახარია, რომელსაც პირდაპირ ბრალი დასდეს სახელმწიფო ღალატში და იმაში, რომ Deep State-ის აგენტია და Deep State-ის ძალადობით და ძალდატანებით დაინიშნა. მე მიჩნდება ახლა კითხვა 13 წლის განმავლობაში და შემდეგ კვლავ კორუმპირებული ღარიბაშვილი, ხო? 13 წლის განმავლობაში 4 პრემიერის კორუფციაზე და არაკეთილსინდისიერებაზე რო საუბრობს თვითონ გუნდი. მე ხო არ ვამბობ, რას ამბობს ოპოზიცია, რას ამბობს კრიტიკული მედია. აი თვითონ გუნდი ღიად ამბობს, რომ 13 წლის განმავლობაში 4 მათი პრემიერი იყო კორუმპირებული Deep State-ის აგენტი. მე მიჩნდება კითხვა, რა სინდისით აქვთ პრეტენზია მეოთხე ვადით ხელისუფლებაში ყოფნაზე, ხო? თუ კი პრემიერები, მათ დაქვემდებარებული მინისტრები, და აგერ ვხედავთ, ხო, უკვე კონკრეტულ ფაქტებს, თუ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კორუფცია რამდენიმე 100 მილიონ ლარის გაფლანგვაშია თუ არასწორად განკარგვაში დადანაშაულებული, აგერ იმისი თავდაცვის მინისტრის მოადგილე. კარგი, მინისტრები არ არიან კორუფციაში გარეულები, მაგრამ მინიმუმ ეს ხო თანამდებობრივ გულგრილობას ნიშნავს, როდესაც ჩვენს უწყებაში ამ დონის კორუფცია მიდის. თავდოლელა, ისევ ირაკლი ღარიბაშვილის კონტექსტში ჩაგიკითხებით, ხა ის წლების განმავლობაში იყო ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და იმ თიძე ჩამოსათვლელი რაოდენობის პირებს შორის, რომელიც აი უახლოეს ესე ვთქვათ გარემოცვად ითვლებოდა ბიძინა ივანიშვილის. მართალია ამ დროისთვის ირაკლი ღარიბაშვილი წასულია ქართული ოცნებიდან და მეტიც მთლიანად პოლიტიკიდან, თუმცა აი როგორ ფიქრობთ, რა ურთიერთობა უნდა იყოს ახლა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის? აი ამ ძველი ურთიერთობების გაციებას ხედავთ სახეზე პირადად თქვენ?
ეს ძალიან კარგად აჩვენებს ეს ფაქტი იმას, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ახლობელი რაც არის, ეს არის მისი რამდენიმე მილიარდი და შემდეგ ოჯახის წევრები. დანარჩენი ყველაფერი არის საშუალება, აი ამ ყველაზე მისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი მილიარდების შესანარჩუნებლად და მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებიც ერთდროს მის ძალიან ახლო გარემოცვას წარმოადგენენ. მაგრამ ჩვენ ხო გვახსოვს იგივე პრემიერს, მისი ლამის ოჯახის წევრს, ხო, რომელსაც ძალიან უხერხულ დავალებებსაც აძლევდნენ ხშირად აი ეს ცნობილი და გახმაურებული ფაქტი, ხო, პატარა ბავშვების დასჯაშიც კი მონაწილეობდა. მე ვნახეთ, რომ ბატონი ივანიშვილი ამბობდა, რაც გინდათ ის დაუძახეთ, ჩემთვის სულ ერთია, ვეგარც იურისტია და არც ეკონომისტია, არც ერთიც არც მეორე, რაც გინდათ ის დაუძახეთო. ეს არის ივანიშვილის დამოკიდებულება ზოგადად მისი გარემოცვის მიმართ. მისთვის ყველაფერი არის საშუალება და ღირებულებას არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს. ამიტომ ეხლა იმაზე ფიქრი, რომ ივანიშვილს რაიმე ამ წარსული ურთიერთობებიდან შეაწუხებს, ცნობილი ფაქტია, რომ ოჯახის წევრები ყავს დასჯილი და სისხლის სამართლით გასამართლებული და მთელი ამბები და ირაკლი ღარიბაშვილი რა პრობლემაა, მაგრამ მათ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე რამ განაპირობა აი ეხლა ეს რასაც ვხედავთ კორუფციასთან, რაც კორუფციასთან ბრძოლის ეტიკეტით არის შეფუთული. პირველი ის რომ გადანაწილება რასაკვირველია, ძალიან ბევრი შავი ფული ტრიალებდა ქართული ოცნებაში და როგორც ჩანს ეს შავი ფულია გამქრალი. მეორე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს სამწუხაროდ აქტიურად იყო ჩართული გარკვეულ ეკონომიკურ პროცესებში, რაც რუსეთის სანქციების გვერდისავლას გულისხმობდა, ეს შეუძლებელია, რომ რუსეთთან თანხმობის და მათთან დალაგების ვიდინა საყვარელი ტერმინია გარეშე გაკეთებულიყო. ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი გააფთრებული ითხოვს ფულს მემისგან, საკუთარი ოლიგარქებისგან, იმიტომ რომ აი ამ სწორედ ამ სანქციებმა, რომელიც ვითომ არ მოქმედებს, მაგრამ აი ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ბიუჯეტი უკვე ამდენი ხნის მერე პირველად არის დეფიციტური და თან საკმაოდ სერიოზულად, ხო ითხოვს გარკვეულ ფულს. პუტინისთვის აქვს ფული მისატანი ბიძინა ივანიშვილს ამას. არის ამაში, რომ მასაც ფული აქვს მისატანი, იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული ძელკები ერთობლივად კეთდებოდა, ეს იქნებოდა სანქცირებული ნავთობის გატარება საქართველოზე თუ სხვა ტიპის სამრეწველო დანიშნულების საქონლისა და ეხლა დაუსაბუთებლად ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ შესაძლოა სამხედრო დანიშნულების საქონლისაც, ასე რომ ძალიან ბევრი კითხვა ისმის და მესამე კიდევ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. თქვენ კარგად იცით, რომ შეერთებული შტატები სწორედ რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებისთვის დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი. ვიცით, რომ მეგობრობის აქტი არის დაკიდებული დამოკლეს מחვილივით თავზე და მე მეჩვენება, რომ ამითი გარკვეულწილად შეერთებულ შტატებსაც აჩვენებენ, რომ აი ყველა ის, ვინც 2022 წლის მერე ჩართული იყო, ნახეთ, სწორედ იმ პერიოდს ეხება ყველაფერი, ხო? 2022 წლიდან ვიდრე დღემდე. ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რუსეთი მოექცა სანქციების ქვეშ, მკაცრი სანქციების ქვეშ და ამიტომ ამით იმასაც აჩვენებენ შეერთებულ შტატებს, რომ აი ჩვენ ყველას, ვინც კი ამაში მონაწილეობდა სამართლებრივად ვჯით, რომ ბიძინამ თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა. ქავდოლელა, რადგან მეგობარი აქტი ახსენეთ, ერთ კითხვას ამ თემაზეც დაგისვავთ, აი რა პერსპექტივა აქვს სენატში ამ კანონპროექტს, თქვენი პოზიცია ამაზეც რომ გაგვიზიაროთ, თვითონ ესე ვთქვათ, დღეისთვისაც არსებულ მოცემულობას რაც შეეხება, არ ვიცი, ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე სენატორი თავს იკავებდა მისი მხარდაჭერისგან, შემდეგ ითქვა, რომ ლობისტურმა კომპანიებმა შეიყვანეს შეცდომაში ეს სენატორები, რომლებიც
დაარწმუნეს, რომ მეგობარი აქტის მხარდაჭერით სანქცირდებოდა მთლიანად ქვეყანა, საქართველო და არა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები. არ ვიცი, აი რა პირი უჩანს თქვენი აზრით, ხომ არ ჩანს, რომ შეიძლება დროში გაიწელოს ამ კანონპროექტის განხილვა და მიღება, რაც თავარია სენატში. საქმე იმაშია, რომ მეგობარი აქტის დაჩქარებულად არ რომ განხილვის გარეშე მიღებას მოითხოვდა გარკვეული ჯგუფი სენატორთა. მე ზუსტად იგივე ინფორმაციას ვფლობ, რასაც თქვენ და ეს ინფორმაცია ერთიდან მაღალწყაროდან გავრცელდა, ხო, ამერიკაში მოღვაწე თურქი ჟურნალისტის რაუფ ოღლუს განცხადება იყო ორივე და თუ დავეყრდნობით ამ განცხადებას და წააგავს, რომ ის შესაძლოა იყოს აბსოლუტურად ახლოს რეალობასთან, არაფერს არ შეიცვლება. ეს მეგობარი აქტს აუცილებლად მიიღებენ, უბრალოდ მას მოუწევს ჩვეულებრივად როგორც არის რიგით თობით გასვლა, თუმცა შეიძლება შეიცვალოს გადაწყვეტილება ამ სამმა სენატორმაც, როგორც ხედავთ და კვლავ მოხდეს მისი, ასე ვთქვათ, პრიორიტეტებში წინ გადმოტანა. არც ეს არის გამორიცხული. ეხა ის რომ ქართული ოცნებისთვის ისიც კი აღსანიშნავია, რომ აგრიმანი ანუ რწმუნებათა სიძველი გადასცა საქართველოს ელჩმა პრეზიდენტ ტრამპს, ეს დიპლომატიურ ურთიერთობაში იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ მე არ ვიცი ახლა, გასაგებია დიდი. გავახსენოთ მაყურებლებს და ამ თემაზეც დავსვათ ერთი კითხვა, რამდენიმე დღის წინ მიიღო, ხო, საქართველოს ახალი ელჩისგან თამარ ტალიაშვილისგან რწმუნებათა ელჩებისგანაც მიიღო, იმიტომ რომ ასეთი კადრებიც გავრცელდა. პროტოკოლური შეხვედრა და მიღება თუ უფრო მეტი, აი როგორ უნდა შეფასდეს ტალიაშვილის ოვალურ კაბინეტში მიღება და კიდევ ერთი მესიჯი იყო აღსანიშნავი. თამარ ტალიაშვილი ამბობს, რომ დონალდ ტრამპს გადასცა მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც საქართველოს გააჩნია და რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადა გადაიშალოს ახალი ფურცელი ორი ქვეყნის ურთიერთობებში. აი თქვენი აზრით როგორ შეიძლება მიიღოს ქართული ოცნების შეთავაზება ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების შესახებ დონალდ ტრამპს? ახალი ფურცლიდან დაწყების შეთავაზება პირველად არ გაუკეთებია საქართველოს ახალ ელჩს ქალბატონ ტალიაშვილს. ამაზე მიდის ძალიან დიდი ხანია ლაპარაკი. იმის ჩათვლით, რომ საერთოდ ტრამპის ინაუგურაციის თარიღი 20 იანვარი საკრალურ თარიღად ჰქონდათ გამოცხადებული ქართული ოცნების ხელისუფლებაში, იმიტომ რომ მთელი იმედები ამაზე მყარდებოდა. მაგრამ ძალიან მკაფიოდ ჩვენ მოვისმინეთ მარკო რუბიოს განცხადებები, მოვისმინეთ თეთრი სახლის პრესპიკერის განცხადებები, ძალიან მკაფიო გზავნილები აქვს შეერთებულ შტატებსაც ქართული ოცნების მიმართ, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ეს ურთიერთობები და ეს მკაფიო გზავნილები საიდუმლო არ არის, ყველამ კარგად ვიცით, რომ გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების არარსებობას ქვეყანაში, ანუ უნდა განთავისუფლდნენ და გულისხმობს ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რაც ქართული ოცნებისთვის არის უმძიმესი გასაკეთებელი და ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც იციან, რომ მოუწევთ ამის გაკეთება, მაგრამ რომ დროში გაახანგრძლივონ ეს თავისი ძალაუფლება და როგორმე შეძლონ ის, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ ძალაუფლება შეეძლოს. აი რა იქნება, როგორ ფიქრობთ, მართლაც ქართული ოცნება ახალ საპარლამენტო არჩევნებზე რომ დათანხმდეს და დაინიშნოს ეს ახალი არჩევნები, რომელსაც ამის 1 წელია ითხოვს ოპოზიციური სპექტრის საზოგადოების ძალიან საკმაოდ დიდ ნაწილთან ერთად და სხვა შორის, რადგან ამ თემას შევეხეთ, აქვე შევაფასოთ გორბის კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარდა და გამოქვეყნდა ტელეკომპანია იმედის დაკვეთით, აი მაგალითად კითხვაზე პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, ამ კვლევის შედეგებით გამოკითხულთა 56%-ზე მეტი ასახელებს ქართულ ოცნებას, 10% და ცოტა მეტი 10.7% აქვს ლევო ძლიერ საქართველოს, 10% პარტია გახარია საქართველოსთვის, 9.5% გვარამია მელია გირჩი დროას კოალიციას მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალები საერთოდ არ შედიან არჩევნებში და ასევე 7.5% მოდის ნაციონალურ მოძრაობაზე მიუხედავად იმისა, რომ არც ეს
ასე ვთქვათ, პარტია შედის მუნიციპალურ არჩევნებში. აი, რამდენად ასახავს თქვენი აზრით გორბის კვლევები ძირითად ტენდენციებს, დღეს არსებულ სურათს და ხო აი თქვენთვის რას აჩვენებს წარმოდგენილი რიცხვები? ჩემთვის იმას აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებას ძალიან უნდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს კონდეს მრავალპარტიული ხასიათი და გორბის გამოკითხვაც ამას მიუთითებს და გარდა ამისა კვლევები ხო გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი განწყობას ასახონ, ხშირად ემსახურება უფრო მეტად იმას, რომ საზოგადოებრივი განწყობები შექმნან. კი, რასაკვირველია. აქედან გამომდინარე, გორბის ამოცანა ძალიან მკაფიო და ნათელი იყო, უნდა ეჩვენებინა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჯამურად მაინც უგებს ოპოზიციას ქართული ოცნება, მაგრამ ნუ ექნება მრავალპარტიული არჩევნები. ეხლა მე ძალიან მაწუხებს ის, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიები გახარია და საქართველოსთვის და ძლიერი საქართველო უბრალოდ არ ვიცი რა განსაკუთრებული მოსაზრებები აქვს, მათ ვერ შეძლეს და ვერ დაასაბუთეს ეს, რომ აი უთანასწორო ბრძოლაში შესვლა წინასწარი დამარცხების, ასე ვთქვათ, ორიენტირებული, რატომ ითვლება ბრძოლის გზად და რატომ არ ითვლება თანამიმდევრული კურსის გაგრძელება არ აღიარების ამ ხელისუფლების და მასთან არ თანამშრომლობა, აი სწორედ ბრძოლის გზად, რომელიც აჩვენებს საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების სიმყარეს და ნებას, რომ არც ერთ შემთხვევაში ქართული ოცნების პირობებში ჩატარებულ არჩევნებში ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას და თქვენ დასვით კითხვა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თუ კი ის უნდა დანიშნოს, ჩაატაროს იმავე საკანონმდებლო ბაზის გამოყენებით, იმავე წესებით თამაშისა ქართულმა ოცნებამ, რასაკვირველია არ უნდა შევიდეს ოპოზიცია. რითი ლელოს და გიორგი გახარიას პარტიის, ასე ვთქვათ, გაჯიუტებას იმ პოზიციაში, რასაც ქვია შესვლა თვითმმართველობის არჩევნებში. იცით რა, ახსნა ძალიან ბევრი შეიძლება გქონდეს, ხა მე ყველა შემთხვევაში სუბიექტური ვიქნები. ბლელოსთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი სუბიექტური მოსაზრება, რომ მათთვის სასწორზე დევს ორი ლიდერისთვის ყველაფერი, რაც აქამდე უკეთებიათ. მე ვგულისხმობ ბიზნესში, იმიტომ რომ შეიძლება ყველაფერი ერთ დღეს დაკარგონ და მე ვფიქრობ, რომ ამის შენარჩუნების მცდელობაა გარკვეულწილად, თუმცა ვერ ვიქნები მთლად და გასაგებია და მესმის, თუმცა ვერ ვიქნები მთლად იმედიანად, რომ ეს ასე მოხდება. მათ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ მერე მათ ბიზნეს საფრთხე მაინც შეექმნას, ეს ერთი. ხო, რაც შეეხება გახარიას, ის ქართულ პოლიტიკაში ძალიან სპეციფიური მოთამაშეა. ნუ ის მაინც თავის თავს მოიაზრებს როგორც აი ამ იდეოლოგიური თვალსაზრისით გაგრძელებას აი ამ ქართული ოცნებისა, ოღონდ ნუ ერთი დათქმით, რომ პროევროპული კურსი მისთვის მისაღებია და ამიტომ ის თამაშობს ოცნების, ასე ვთქვათ, ემის ამორჩევლის წამოყვანაზე თავისკენ, ანუ ოცნების დაშლაზე და თვითონ იქნება მერე მთავარი მოთამაშე ქართული ოცნებიდან. კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ოპოზიციური სპექტრის პოზიციონირების კონტექსტში. ოპოზიცია დაყოფილი და დაგსაქსულია ამ ფონზე კი არ ვიცი არ წყდება საუბარი ერთიანობის მნიშვნელობაზე, ანუ კვლავ გვესმის ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერის მხრიდან განცხადებები იმის თაობაზე, რომ საჭიროა ძალების, რესურსების, გულების და ენერგიის კონსოლიდაცია, გაერთიანება. აი რა პერსპექტივა დარჩა გაერთიანების იდეას თქვენი აზრით და საერთოდ ხომ არ სჯობს, რომ შეწყდეს ამ იდეაზე საუბარი. იწვევს თუ არა ოპოზიციურად
განწყობილი ელექტორატის იმედგაცრუებას მუდმივად საუბარი გაერთიანებაზე, რომელიც კონკრეტული შედეგით არასოდეს სრულდება. აბსოლუტურად სამართლიანი და ძალიან სწორად დასმული კითხვა, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოში უკვე მივეჩვიეთ, რომ სიტყვები მთელი რიგი ისეთი, რომლებიც მხოლოდ ეთნოსობილ ემოციებს იწვევდა, იმათი დევალვაცია მოხდა. იმედი, ოცნება, პატრიოტიზმი ისე გაცვდა ეს სიტყვები, რომ ადამიანებს უკვე მათი წარმოთქმაც კი ეშინია და ნუ ეხა შესაძლოა, რომ იგივე ბედი დაემუქროს ერთიანობასაც, რაც ძალიან ცუდი რამ იქნება ცხადია. ერთიანობა არ უნდა იყოს თვითმიზანი, უნდა ვიცოდეთ ერთიანობა რისთვის და რატომ. ერთიანობა ვერ იქნება თუ არ იქნება ერთსულოვნება. და აი ამ ერთსულოვნების მიღწევა არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ყველა ხედავს თავის თავს სოლო პარტიას და არავის არ უნდა ბექში დგომა. ეს არის მთელი პრობლემა და ვერ ახერხებენ ხო ისეთი კონფიგურაციის შექმნას, სადაც ყველა სოლისტი იქნება. რა სიზამ, ქართული სიმღერაც ეგეთია, ხო? ყველას პირველი სიმღერა ურჩევნია, ხო? იშვიათად შევხვდებით ვიღაცას, ვინც იტყვის, რომ ბანი ვიქნებიო, ხო? მაგრამ საქმე იმაშია, რომ შანსი იმისა, რომ ამ ეტაპზე აი ეს 8 პარტია, გარდა ამისა სამოქალაქო სექტორის გარკვეული ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციებიც და საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ავტორიტეტული სახეები ამ ყველამ მართლა შეძლოს თავისი ინტელექტუალური, ფინანსური და დაუშვათ სხვა ტიპის რესურსის გაერთიანება, პოლიტიკური რესურსის გაერთიანება. აქ წესით არის ქალბატონი ზურაბიშვილიც, როგორც ვიცი, იმ პარტიებთან, რომელიც დაუშვათ წინააღმდეგობის გზა აირჩიეს და არა არჩევნებისა, მაგრამ იცი რა, მე ისედაც მგონია, ნახეთ როგორი თემაა, რომ თუ კი არის რაღაცა ეს 4 ოქტომბრიდან ეს პოლიტიკური პარტიებიც ნამდვილად გადავლენ და ალბათ მოუწევთ უკვე ართანამშრომლობის პოზიციაზე, იმიტომ რომ შედეგები ცხადია მათთვის დამაკმაყოფილებელი არ გამოცხადდება. კიდე არის რესურსი იმისა, რომ ჩვენ რასაკვირველია მართლა შევძლოთ ეს ერთიანობა. უნდა ვიცოდეთ მთავარი, აი რის გარშემო მე ყველაზე მეტად იცით რა მაწუხებს, რომ აი ამ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც ამდენი წელია ვითარდება საქართველოში, ქართველი ხალხი არის თამაშის გარემ მდგომარეობაში. ქართველ ხალხი არის საშუალება მხოლოდ ძალაუფლებისა და არა წყარო ძალაუფლების და ამან გამოიწვია სწორედ დიდი იმედგაცრუება და მე მიმაჩნია რომ მთავარი საზრუნავი პოლიტიკური სპექტრის ახლა უნდა ეს შენიშვნა ეხება არა მხოლოდ ქართულ ოცნებას როგორც სახელმწიფო პარტიას, არამედ ყველა ოპოზიციურ ძალას. ყველას აბსოლუტურად, ყველა პოლიტიკურ ძალას და აქტორს საქართველოში. და მე მიმაჩნია რომ მათ უნდა შეძლონ და შესთავაზონ ხალხს ისეთი სახელმწიფოს იდეა, სადაც ქართულ ხალხს ექნება შესაძლებლობა ჰქონდეს კონტროლი მაქსიმალური ძალაუფლებაზე. ეს არ უნდა იყოს ელიტების სახელმწიფო, ეს უნდა იყოს ქართველი ხალხის სახელმწიფო და აღარასოდეს ქართველი ხალხი ელიტების შეთქმულების ყოფილი არ უნდა გახდეს. ქართველელა, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ კიდევ ერთ საკითხზე ვისარგებლებ შემთხვევით და რადგან ოპოზიციური სპექტრის შესახებ საუბრობდით, ლევან ხაბეიშვილის ერთ ინიციატივაზეც კითხავთ. ხაბეიშვილი ძალოვანი უწყებების, მათ შორის გდდ-ს წარმოადგენლებს მიმართავს 4 ოქტომბრის არჩევნების გარშემო გაერთიანდნენ, ხოლო ის სამართალდამცავები, რომლებიც იარაღს არისვრიან, ჯილდოს სახით $200,000 მიიღებენ. ამ ფულს საიდან მოვიტანთ? გადახედეთ რიჟვაძე, ლილუაშვილი, გომელაური, ძმებო ხომ გესმით, რამდენია ამოსაღები ბიუჯეტისთვის. თქვენ მიიღებთ ამ ჯილდოს. აი სწორედ ეს არის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისადმი ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება, რომელიც
ზოგს მოსწონს, ზოგს არა, მაგალითად მოსწონს მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ძალიან არ მოსწონს რიგ პოლიტოლოგს, უпростоრად, მაგალითად ირაკლი მელაშვილს, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანას უკვე ნანახი აქვს, რა მოუტანა საქართველოს პოლიტიკოსთა ისეთმა საქციელმა, როგორიცაა ვის ავახიო ფული და მერე ვის დავურიგო. აი თქვენ როგორ უყურებთ ამ ამბავს? რა იყო მისაღები და რა იყო მიუღებელი ლევან ხაბეიშვილის პოზიციაში? ჩემი პოზიცია ის რაც ლევანმა გააკეთა ხაბეიშვილმა ამ ტიპის შეთავაზება, ეს პოლიტიკაში პირველი არც ლევანს გაუკეთებია და არც ბოლო იქნება ალბათ, არა მარტო ქართულ პოლიტიკაში, არამედ გავსირამ სხვადასხვა ხდება. მაგალითად, ამერიკელები სულ აკეთებენ შეთავაზებებს იგივე ვინც ინფორმაციას მიაწვდიდა ჰუსეინის სამყოფელთან დაკავშირებით, ყადაფის სამყოფელთან დაკავშირებით, როთო დაესრულებინათ. თუმცა ფულის ამოღების ნაწილში არის ხაბეიშვილის ხედვა კრიტიკის საგანი. ხო, ამიტომ მე თავად ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ შინაგანად ვერასოდეს არ მჯერა ხოლმე ფულით გაკეთებული საქმეების რა, ანუ როცა არ არის იდეა, როცა არ არის გული, როცა არ არის ისა, ნუ არასოდეს არ მაქვს ნდობა ასეთი ტიპის ადამიანების მიმართ ხოლმე, მაგრამ ეს ცალკე საკითხია. მე მგონი მე ხაბეიშვილმა გაასწორა და თქვა, საიდან ამოიღებს ამ ფულს, უამრავი შავი ფული ტრიალებსო, ეს რაღაცა შუამავალი კომპანიები მაგალითად გაუქმდებიანო, რომელთაც მიაქვთ მაგალითად ენერგორესურსების შემომტანი შუალედური კომპანიები, რკინიგზაზე შუამავალი კომპანიები, რომელიც დამატებითი, ასე ვთქვათ, ხარჯია და ტვირთია ქართველი ხალხის მდგომარეობისთვის, მართლაც ნამდვილად ასეა და მან თქვა, რომ აქედან შეიძლება ეს ფული ამოვიღოთ. ხო, ნუ მე გარკვეული ტიპის მოლაპარაკებები საბოლოოდ ძალოვან სტრუქტურებთან მაინც იქნება საჭირო, მაინც იქნება მათი დარწმუნება იმაში საჭირო, რომ უნდა სწორი პოზიცია დაიჭირონ, მაგრამ რა ვიცი, მე მირჩევნია, რომ ფულის გარეშე მიიღონ მათ ეს გადაწყვეტილება, ეს ჩემი პოზიცია. მადლობა ქავტო ლელა იმისთვის, რომ გვესტუმრეთ და თქვენი პოზიციები გაგვიზიარეთ. ლელა ჯეჯელავა პასუხობდა ჩვენს კითხვებს, ახლა რეკლამის შემდეგ გრიგოლ გეგელია შემოგვიერთდება, ასე რომ დაგვაქვს. რეკლამის შემდეგ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ლელო ძლიერი საქართველოს საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია ჩვენთან და გამარჯობა ბატონ გრიგოლ და მადლობა რომ შემოგვიერთით. ბატონ გრიგოლ, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე საუბრით გავხსნათ, მოდით გაცემის ეს ნაწილიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილეს გიორგი ხაინდრავას, ასევე ამავე უწყების შეწყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს და ბურჭულაძის ცოლის ძმას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 ლარზე მეტის გაფლანგვას ედავებიან. უფრო კონკრეტულად კი, როგორც სუსის ანტიკორუფციული სააგენტო ეუწყება, აღნიშნულმა პირებმა სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი ისე წარმართეს, რომ ბაზრის რეალური კვლევა ფაქტობრივად არ ჩაუტარებიათ, ამავდროულად კი მათ უზრუნველყვეს, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებში მონაწილეობა მხოლოდ იმ საწარმოებს მიეღოთ, რომლებიც მინისტრის ახლო ნათესავებთან იყო კავშირში. აი თქვენ გუშინ თქვით, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული სამუშაო ეს არის ვითომდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. რატომ ვითომდა? აი, რატომ იწვევს ანტიკორუფციული სააგენტოს და ზოგადად სახელმწიფოს მუშაობა თქვენი მხრიდან უნდობლობას? მოგესალმებით, ჯელამშუშების, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. დავიწყებ იმით, რომ ეს კარგი ილუსტრაცია არის მთელი სისტემის. ოღონდ არა მარტო სისტემის იმ ნაწილების, რომელიც დააკავეს, არამედ დამკავებლებისაც. მთელი სისტემა არის ესეთი. ისინიც ვის დააკავეს და ვინც ისინი დააკავა. და ეს მე ვფიქრობ, უნდა იყოს ძალიან მკაფიო დასტური იმ ადამიანებისთვის, ვინც თუ კი ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანაში კორუფცია არ არის და პირიქით, რომ ამ ქვეყნის უმთავრესი პრობლემა, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა კორუფცია არ არის, აი ეს უნდა იყოს კარგი დასტური, ხო? 1.300.000-აზეა საუბარი, აქ ერთ შემთხვევაში, ხო? ეს არის ცალკეული იზოლირებული ინციდენტი. წარმოგიდგენთ, რამხელა სისტემაზეა საუბარი, ხო? რამდენ სამინისტროზე, რამდენ სააგენტოზე, რამდენ სიპზე, რამდენ 1000
ადამიანზე, ვინც ჩართულია მსგავსი ტიპის პროცესში პოტენციურად. და შესაბამისად, რა ოდენობით ფულზე, ხო? ადამიანების ფულზე, იმ ადამიანების, რომელიც დღეს შიმშილობენ, ყოველი მეხუთე ბავშვი მშიერია ამ ქვეყანაში. იმ ადამიანების, რომელიც გარბიან იძულებით ამ ქვეყნიდან და საკუთარ ოჯახებს ტოვებენ. იმ ადამიანების, ვინც არიან ხანდაზმულები და არ აქვთ ელემენტარული არათუ კომფორტი, ელემენტარული საარსებოდ აუცილებელი პირობები. მაგრამ ვიღაცებს, აი იზოლირებულ შემთხვევაშიც კი აქვთ 1.300.000 აი ესე წაღებული. ეხლა იგივე ხალხს რამდენი სხვა 1.300.000 აქვს? ერთ შემთხვევაშია ხო ხალხს უსაუბრს, საუბარს რაღაც აპარატურაზე გააკეთეს. კიდევ რამდენი აპარატურა იყიდეს თუნდაც ამ 2-3 ადამიანმა. და ასეთი 2-3 ხო კიდევ ასობით არის მთელ სისტემას თუ აბიდეთ. ხო წარმოიდგინეთ რა მასშტაბზეა საუბარი. ეხლა ესეთ მასშტაბზე შეიძლება რომ რაშენ კუპრაშვილის უწყება რაიმე სააგენტო დაგვიგვათ? არა. ის ერთადერთი შეიქმნა იმისთვის, რომ პირველი გამოიწვიოს ოპოზიცია, წარმოიდგინეთ, ოპოზიცია რომელიც აბსოლუტურ უმრავლესობას დაფინანსება არ გააჩნია არავითარი, ხო? კიდე ყველას პრინციპში, იმიტომ რომ დატოვებული გვაქვს მანდატები, სახელმწიფო ფული არ გააჩნია ოპოზიციას და აი ამ ოპოზიციას, რომელიც თავისი დონორების სახსრებით ცდილობს გადარჩეს, ამ ოპოზიციას იძიებს ხოლმე ეგრეთ წოდებული ანტიკორუფციული და ღარიბაშვილის ცოლმა რომ ტყეები შეუერთდა ბაღს, ხალხის ტყეები რომ შეუერთდა ბაღს, ეგ არ არის რაღაც გამოძიებული, ხო? და არც ის ხალხი, ვინც რეალურად ღარიბაშვილს მივწვი მე ახლა კობახიძე ამას აკეთებს ზუსტად ხო, სხვა შესამა მომაგონა, ხო? ის ხალხი, ვინც არის ჩართული მასშტაბურ კორუფციაში, რომელი არის გამოძიებული? კობახიძის გარემოცვა, ნახეთ, ვინმე გამოძიებული? ამიტომ ამბობ, რომ ეს არ არის ანტიკორუფციული ძალისხმევა, ეს არის პოლიტიკური ძალისხმევა. ან არსებული ნამდვილი ოპოზიციის წინააღმდეგ, ან შიდა კლანურ დაპირისპირებაში ინსტრუმენტად. ამას ამ კონტექსტში ჩაგეკითხებით ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით ერთი დღის განმავლობაში დაკავებული ყავდათ თვითონ ჯუან შერბურჭულაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თუმცა მისივე ინფორმაციით საბოლოოდ გაუშვეს ერთი დათქმით, რომ ფული უნდა მიუტანოს ბიძინას, თუ ამას არ გააკეთებს, გაიზიარებს მისი მოადგილის და ნათესავის ბედსო ამტკიცებს ლევან ხაბეიშვილი. ხა ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემაზე მართლა წლებია საუბრობს ოპოზიციური სპექტრი, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, თუმცა არ ვიცი კონკრეტულ პირებს მიადგნენ ახლა ამდენი წლის თავზე, ხო? აი რატომ ახლა ეს კითხვა თქვენც მინდა დაგისვათ ისე როგორც დაუსვი წინა სტუმარს. რა არის იმ პროცესის მიზეზი, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს? ერთი მხრივ ეს არის მოახლოებული არჩევნები, ჩვენ ვიცით რომ ქართულოცებას აბსოლუტურად ჩაკეტილი აქვს, მათ რეალურად ისეთ მდგომარეობაში მიიყვანეს ქვეყანა იზოლაციით, რომ რეალურად არავითარი სახსრები აღარ არსებობს, არავითარი კვების წყარო აღარ არსებობს. მათი ეს კორუფციაც ხო რეალურად ეპყრებოდა ბევრ სხვა წყაროს, ხო, საიდანაც ხო და მოვიდეს ფული, რომ მე აი მაპატეთ და აი ხორება მიიტაცონ და თქლიფონ ხალხის ფული, ხო? ამას ხო ჭირდება რაღაც ცირკულაცია. ეს ცირკულაციაც კი შემცირებული არის, იმდანაც უნიჭოები და მავნებლები არიან, შემცირებულია ეგ ცირკულაციას და შესაბამისად ჩვენს ხელთარსებული სახელმწიფოს ხელთარსებული სახსრებია შემცირებული, ხო, რაც უკვე ჩვენთვის არის ორმაგად საყურადღებო, იმიტომ რომ რა ფულიც ჩვენზე უნდა იხარჯებოდეს, როგორც საზოგადოებაზე, ის ფულით შემცირებულია ბუნებრივია, ხო? მე მეორე საკითხია, რომ ამ ფულს თვითონ ჭამენ ხოლმე, მაშინ როდესაც ბავშვები შიმშილობენ და ვერაფერს ვერ ჭამენ საერთოდ. და გადარჩენა უჭირს ადამიანს ამ ქვეყანაში, აი ესეთ ვითარებაში, აი ესენ თქლებენ ხალხის ფულს. და ეხლა როგორც ხედავთ, წინასაარჩევნოდ გაინტენსიურებულია აი ეს ძალისხმევა. აი თქვათ ამ არამართლ ზომიერი გზებით მიღებული ფულის უკან ამოღებისა და მე მსმენია მეორე სხვანაირი ვერსიაც ვთქვათ ეს არის ამდენ ახლა მე ღიეთში ვერიდები ისეთ თეორიებს საუბარს, მაგრამ მე ვიცი ისიც რომ რუსებს აქვს ძალიან დიდი უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ იმართება დღეს ქვეყანა, იმიტომ ჩვენ ხო დღეს უნდა გვესმოდეს რუსების ვასალები ვართ და იმათ ეკონომიკაში აქვს საკუთარი ხედვები და აი ამ შავი ფულის ტრიალშიც და მე არ განვკვირდება რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწია ამოეღო ეს ფული მის მიერ გაზულუქებული ოლიგარქებისგან იმისათვის რომ უფრო მეტი ანგარიშვალდებულება გააშენოს რუსეთთან. კარგი, თორნიკე რიჟვაძე ახსენეთ და ერთი კითხვა რიჟვაძეზეც და შემდეგ უკვე არჩევნებზეც მინდა ვისაუბროთ. ისევ ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარეძე გაემგზავრა თურქეთში რიჟვაძესთან დასალაგებლად და იმისთვის, რომ მისცეს აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარის ინსტრუქცია, როგორ უნდა გაგრძელდეს მოკლედ მასთან დაკავშირებული ამბავი. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა ხდებოდეს ახლა ქართული ოცნების პოლიტიკურ კულუარებში უშუალოდ რიჟვაძესთან დაკავშირებულ
საშუალო საკითხზე, იმ ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე და იმ ყოფილ მაღალჩინოსთან მიმართებაში, რომელმაც მასზე ზეწოლის მიზეზით ცოტა ხნის წინ მაყურებლებს რომ გავახსენოთ, თავის მოკვლას სცადა. ხო, ჩემთვის ისიც საკითხავია თავის მოკვლას სცადა თუ არა, მე მაგაში საერთოდ დარწმუნებული ვარ, მოცემულობად არ მინდა მივიღო, თუნდაც ჩემივე აზროვნებაში, ჩემივე ფიქრის პროცესში. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, მე ვიცი, რომ რიჟვაძეც, დინარაძეც და მთელი ეს კრიმინალური ბანდფორმირება არის დამნაშავე და სრული სიცხადით ვიცი, რომ ისინი აგებენ პასუხს. აგებენ, აგერ მე. ეს აბსოლუტურად და ბევრად უფრო მალე, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია. არა მარტო კორუფციისთვის ასაც ჩადიან და ეს არის მასშტაბური, ძალიან მსხვილი დანაშაული. არამედ იმისთვისაც დამართეს ქვეყანას. თითოეული მათგანი რიჟვაძეც მათ შორის უსწრებს ჯანმრთელობას, მაგრამ ის აგებს პასუხს. სისხლის სამართლის წესით. ის როგორც განსაკუთრებით კიდევ დინარაძე და სხვები. როდესაც უნდა მოხდეს თავისუფალი სასამართლოს პირობებში, ერთხელ სამუდამოდ ეს კატათაგობა და დასრულდეს ამ ქვეყანაში და დავემსგავსოთ სახელმწიფოს, ცივილიზებულ სახელმწიფოს. მე ვიცი, რომ ისინი არიან კორუმპირებული, ვიცი, რომ ისინი არიან ჩართული ბოროტა მოქმედებაში ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ამ ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ, ჩვენი საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ და ამ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. და აი ეს მაინტერესებს მე. ახლა იქ შიგნით რა გარჩევები ექნებათ, ვინის ესროლა, ვინ გააკეთა, იცით რა, ეგ თვითონ ირადონ. თვითონ შექმნეს ერთმანეთი ისეთებად, როგორიც არის. მე საერთოდ მაინტერესებს რაც უნდა ის გააკეთონ, მაგრამ მე მაინტერესებს ის, რომ ყველა მათგანმა აუცილებლად აგოს პასუხი. და ჩვენ ამას მივახცევთ ბევრად უფრო მალე, ვიდრე ბევრს გონიათ. სხვა საკითხებზეც მინდა გადავიდეთ და ახლა უკვე არჩევნები და ამ თვალსაზრისით გორბის კვლევის შედეგები, რომელიც იმედის დაკვეთით ჩატარდა 22 ივნისიდან 5 ივლისის პერიოდში, პირდაპირ ინტერვიუს გზით გამოიკითხა 2300 რესპონდენტი. აღნიშნული კვლევის შედეგების მიხედვით ამ კვირას რომ პარლამენტის არჩევნები ტარდებოდეს, ქართულ ოცნებას 56%-ზე მეტი დაუჭერდა მხარს, ლელოს კი მხოლოდ 10% და აქვე ამ კვლევის შედეგებზე შალვა პაპუაშვილის გამოხმაურებასაც გავაცნობ მაყურებელს, ქართული ოცნების მხარდაჭერა საპარლამენტო არჩევნების ისტორიული შედეგის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და ეს არის პასუხი მათთვის, ვინც ქვეყნის სამსახურს მონობას ამჯობინებსო, ამბობს შალვა პაპუაშვილი. ხა უშუალოდ კვლევის ეს ნაწილი საპარლამენტო არჩევნებს შეეხება და არა თვითმმართველობის არჩევნებს, თუმცა მაინც რას გეუბნებათ კვლევის ეს შედეგები და გეუბნებათ თუ არა იმას, რომ ლელოს პოლიტიკური ამბიციები უფრო დიდია, ვიდრე შესაძლოა თქვენი პოლიტიკური ძალისადმი იყოს საზოგადოების რეალური მხარდაჭერა. არაფერს ეს კვლევაც და შეფასებაც არის ანეკდოტური, მეტი არაფერი, ეს ანეკდოტია. ახლა როგორ შეიძლება პაპუაშვილის გარცევა შეხედოთ და ამაზე სიცილის გარდა სხვა ადეკვატური რეაქცია გაგაჩნდეს. მე წარმოგიდგენია მგონი გორბის არც ერთი კვლევა არასოდეს არ ყოფილა ადეკვატური, ეს არის ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში დაწერილი ციფრები, ისე როგორც გასულ წელს, იმის წინა წელს, იმის კიდევ წინა წელს და ასე ბოლო მთელი 13 წლის განმავლობაში. ამიტომ არავით არის სერიოზულობით გორბის კვლევთან დაკავშირებით საუბარი არ შეიძლება. ბუნებრივია ჩვენი პარტია ამ კვლევაზე რამდენი პროცენტიანი ცდომილება და გაყალბება შეიძლება იყოს 30 და 40%-იანი აცდენა შემთხვევაში 10 კი შევალ ხომერიქნება ბატონ გრიგოლ. მესმის, მაგრამ გორბი ყოველთვის წერს კვლევებს, უბრალოდ ქართული ოცნება ყოველთვის წერს ამ შედეგებს, გორბის შედეგებს კაბინეტებში, ხან შალვას კაბინეტში, ხან მამუკას კაბინეტში და ასე შემდეგ. და ეხლა მე ამაზე კომენტებას არ ვაპირებ. უბრალოდ სხვა რაღაც მაინტერესებს აქ. ზოგიერთმა კოლეგა ოპოზიციონერმა რატომ კატარ საკუთარ თავს, რომ რაიმე სერიოზულობით გორბის დაჯგუფებული ციფრების გამო რაიმე ტიპის განცხადება გაეკეთებინა. ანუ რატომ უნდა დაეცე ამ ნიშნულამდე, რომ გორბის კვლევის გამო პოლიტიკური დასკვნები გააკეთო. ეს არის ქართული ოცნების პროპაგანდაში ჩაწერა. ძალიან ცუდია, რომ ზოგიერთ კოლეგას არ ყოფნის იმისი მოთმინება, იმისი როგორც ვთქვათ, წინხედვა და იმისი სტრატეგიული უნარი, გორბის გამო შეფასებები არ აკეთონ. მეც არ ვიტყვი, იმიტომ ჩვენ არ ვესმით თავს ოპოზიციას. და უნდა გითხოთ, ბატონ გრიგოლ, თუნდაც არ ენდობოდეთ, აი გორბის კვლევის შედეგებიც კი უნდა იყოს თუ არა ლელოსთვის, არ ვიცი, დაფიქრების საფუძველი კიდევ ერთხელ აწონ-დაწონოთ ღირს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და რადგან თვითმმართველობის არჩევნები ვახსენეთ, აქვე შეგახსენებთ, რომ არის თქვენი პარტიის გაწყვეტილება, თქვენივე პარტიის რიგი წევრისთვის
ამ პარტიიდან წასვლის გაწყვეტილების საფუძველი გახდა. აი საბაბუაძე ადასტურებს მაგალითად რომ დაასრულა პოლიტიკური საქმიანობა ლელო ძლიერ საქართველოში. რამდენად გიღებთ და რატომ გიღებთ ეს ყველაფერი? ხო, დავიწყებ იმით, რომ პარტიებში ყოველთვის არის ასხთა სხვაობა. ეს ძალიან ჩვეულებრივი პროცესი არის. ჩვენ ამ კონკრეტულ საკითხზე მათ შორის გაგვაშდა ასხთა სხვაობა. მე თვითონ წარმოვადგენ ისეთ ჯგუფს, რომელსაც ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდა თავიდანვე, მთელი პროცესის განმავლობაში ამ მიმართულებით. შევა ბევრად უფრო მეტი კითხვა მქონოდა, ვიდრე ძალიან ბევრი ბოიკოტის წარმოუდგენია, შევა ბევრად უფრო კარგი არგუმენტიც მქონოდა ბოიკოტისა, ვიდრე მათ აქვთ. მაგრამ მე პარტიის შიდა მსჯელობას და შიდა, როგორც ვთქვათ, შიდა დემოკრატიულ პროცესს ბუნებრივია საჯაროდ არასდროს არ გამოვიტან. ეს არის აბსოლუტურად ოქროს წესი ჩემთვის. განსაკუთრებით იმისა, თუ ვის რა პოზიცია გაგვაჩნდა, გასვლა არ გასვლასთან დაკავშირებით და მეორე, მე შევა მქონოდა ძალიან სკეპტიკური პოზიციები. ამისგან მიუხედავად, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება. მე ყოველთვის ვიყავი აბსოლუტურად დარწმუნებული ჩემი გუნდის ისტორიაში იმ კუთხით, რომ მე ვიცი მათი мотиваციები. მე ყოველთვის ვიცოდი და ვიცი, რომ იმ 21 ადამიანიდან, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება, საუბარი მაქვს პოლიტსაბჭოზე, 21-ვე არის პატრიოტი. 21-ვეს ადარდებს ეს ქვეყანა. და უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს ბრძოლის მეთოდი არის ერთით მეტი ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის ინსტრუმენტი. და მე ყოველთვის პატივს ვცემ დემოკრატიულ კოლექტიურ გადაწყვეტილებას. და მივიჩნევ, რომ მაღალი შიდა დემოკრატია არის ერთადერთი გზა, პარტიაში მაღალი შიდა დემოკრატია არის ერთადერთი გზა იმისა, რომ მე ქვეყანაში შექმნას ამა თუ იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა დემოკრატია. და თუ იქ ვერ შეძლებს დემოკრატიული წესით თამაში, აქ როგორ შეიძლება კანცელარიაში რო შეყავ მე და საგარეო საქმეთა სამინისტროში და პარლამენტში, იქ საერთოდ არ გააკეთებ ამას, ხოსია. ხო, თუ შენს მიკროფონზე არ შეგიძლია. ამიტომ მე ცემ პარტიის დემოკრატიულ პრინციპს და შესაბამისად მივიჩნევ, რომ ის ბრძოლა, რომელიც გამოაცხადა ჩემმა გუნდმა, არის მნიშვნელოვანი ბრძოლა და მე შევეცდები, რომ მას დავუჭირო მხარი ყველა იმ გზით, რაც მე შემიძლია. განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე ბუნებრივია, სადაც მე ვმუშაობ ყველაზე მეტს და სადაც ვაგრძელებ ჩემი ძირითადი საქმე ბუნებრივია არის და კვლავაც იქნება შემდეგ წლებში საგარეო საქმეები. მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. დღეს ამით დაგემშვიდობებით. გრიგოლ გეგელია სტუმრობდა Newsroom-ს. დღეს Newsroom-ი ამით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.